გამარჯობათ. აი ჩემი მინი კულტივატორები. აქ არის სამივე წარმოდგენილი. აი ეს შუალა ამას ვერავინ ვერ ამჩნევს იმ პირველ ვიდეოში რომ მე ამასაც ხმარობ და ამ დიდსაც. აი ახლა ეს არის დაახლოებით 7.5 სანტიმეტრი. აი ეს არის დაახლოებით 6 სანტიმეტრი. ხოლო ეს ხელის რკინისტარით, ხო? ეს არის 4.5 მაქსიმუმი 4.5 სანტიმეტრი. ყველას თავისი დანიშნულება აქვს. ყველა თავის საქმეს ასრულებს. აი ახლა ჩემი მეუღლე თქვენ გაჩვენებთ რაში ვიყენებთ. აი გაჩვენებთ ახლა განიერთარიანია იღე. აი დააკვირდით ახლა აქ არის დარგული კიტრი. აი კიტრია. ხშირად მეკითხებიან ეს თოხია თუ რა არის? ხო. არა ბატონო, ეს თოხი არ არის. ეს არის აი ეს როგორ უსვათ, როგორ ჩვენ მამაკაცები პირს ვიპარსათ. ეს ჭრის მიწას პლუს აფხვიერებს. ესა ხო, ეს და ეს ძირითადად მე ვიყენებ პამიდორი, ბადრიჯანი, აი ეს კიტრი, მწვანე, ეს ხო, მწვანე ლობიოსაც ხოლმე ამას ამითი უფხვიერებ მიწას. აი ახლა გაჩვენებთ მეორეს, საშუალოს. დანა? აჰა. აი მას აი როდის ახმარო ფაქა. როდესაც მიწა უკვე დაძეკილია და ძნელია, ხო? ამას მე ძალას ვატარ. ძალას ვატარ და უფრო ესე იგი არ უჭრის. არ უჭის მიწის გაფხვიერება, იცი ჭრის იმას და ეხლა რაც შეეხება კიდე პატარა კულტივატორს. აი ახლა გაჩვენეთ პატარა კულტივატორსაც. აი ნახეთ, რამხელა ისინია, რა ქვია. ბალახები. ხედავთ? აი ეს, არ ვიცი, პირადად ჩემთვის ეს შეუცვლელი იარაღია რა. რამხელაზეც მინდა ჩავყვები იმ ბალახს და ამოვიღებ სრულად იმ კლანჭარი თუ რა უბედო რა ჯანდაბაც არის რა. გარდა ამისა, აი მაგალითად ამ პატარათი მე წყალი შევიყვანე ეზოში. 30 მეტრიანი ის წვრილი ორმო გავთხარე და შევიყვანე წყალი ამითი. ამითი ძალიან ბევრ სამუშაოს ვაკეთებ რა. აუარება რაღაცას ძირითადად გამოიყენება მწვანილებში, მარწყში, ყვავილებში, პატარა ვიწრო ის არის რა ქვია, კულტივატორი ესა ხელის, რომელსაც ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. მალოთ ყურადღება, მე მგონი გერკვიეთ უკვე აქ რა რომელია.